წირქვალია ბოლო წერტილი ამ მხარეში, სადაც არის მანგანუმი. მერე არის ორი სოფელი და მერე რაჭის ქედი. რაღაც შექმნას ვინც ცდილობს ამ რეგიონში მანგანუმის მოპოვების გარდა რამე აკეთოს, ეს პერსპექტივა ჩანასახში მკვდარია, იმიტომ რომ აქ წლების განმავლობაში ადამიანებს უკვე ლამის გენეტიკური კოდში აქვთ, რომ იბადება ადამიანი, იქიდანვე იცის, რომ უკვე უპერსპექტივო გარემოში იბადება, სადაც მარტო ვიღაც უნდა მოვიდეს და უნდა გადათხაროს და იმან ნიშნავს ფული. ზუსტად 3 წლის წინ 2022-ში უკვე გადათხრას იწყებდნენ, როცა ჩვენ ეს შევაჩერეთ. უპრეცედენტო მხარდაჭერა და ერთიანობა იყო ალბათ სოფლის რა. წირქვალი გადარჩა მოკლედ. მაგალითი იყო ჩვენს ზოდისთვის, ბუნდაეთის, კალაური და მერევი. მაგ ტერიტორიაზე მაგ არეალში უნდათ კიდე მოპოვების დაწყება და აი ალბათ წირქვალი мотивация იყო და პრეცედენტი იყო, რომ მოპოვების დაწყებამდე დაიწყო პროტესტი. ჩაგვიჩინებენ კიდეს, რომ ჩვენ დამოკიდებული ვართ ამ მანგანუმის მოპოვებაზე, მაგრამ თუ არ დამოკიდებული ამ მანგანუმის მოპოვებაზე, რატო არ გვაძლევს ეს მანგანუმის მოპოვება სარგებელს? მესამეა საქართველოს რეგიონში ჭიათურა სოციალურად დაუცველებით და აი რატო არ მესმის? ადამიანები არ უნდა იყვნენ დამოკიდებული მარტო მანგანუმზე, როცა ეს მანგანუმი და ნებისმიერი ბუნებრივი რესურსი და გამოწურვადია, ხო? ნელილა გავიცანია ქაურობა რა, მეც ერთ დღეში არ გამიცნი, ერთ დღეში არ დამინახავს. უბრალოდ მე რაღაცა მარცვალი დავინახე იმის, რომ აქ შეიძლებოდა რაღაც კეთება და ამ ყველაფერმა რაღაცა მომიყვანა აქამდე, რომ დღეს რაღაც ჯანსაღ პროდუქტს ვქმნი, ჯანსაღ გარემოს ვქმნი ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია სათავგადასავლო მიმართულებით, მოსწონთ რაღაც ექსტრემი ლაშქრობები, მღვიმეები, კლდეზე ცოცვა. აი აქ ჩვენებია. ჭიათურამ რითი უნდა იცხოვროს მომავალში, ხა დაუშვათ, ანუ მიწა არ იქნება, პროდუქტებს ადამიანები საკმარისად ვერ მიიღებენ, ანუ ადგილობრივ საკვები არ ექნებათ. ვერაფერს ვერ გააკეთებენ, გარდა იმისა, რომ ის პოტენციალი, რაც აქ ამ რეგიონს ბუნებრივი რესურსები, მთები, კლდეები, მდინარეები თუ რაც არის, ეს თუ არ გამოიყენა ტურიზმის კუთხით, თუნდაც ის ინდუსტრიული მემკვიდრეობა, რაც დარჩა საბჭოთა კავშირისგან, ეს რესურსები თუ გაქრა, მომაკვდავი ქალაქი და რეგიონი იქნება საერთოდ მკვდარი რა. ჭიათურაში შეიძლება ნებისმიერი ხასიათის თუ თემატიკის ტური ჩაატარო, როგორც ინდუსტრიული, კულტურული, აი ჩაის ტურიზმი შეიძლება, ჭიათურაში საკმაოდ კარგი ჩაის ამზადებენ მაღალმთიან სოფლებში, სპელეოლოგია, ანუ მღვიმეების ტური, ჭიათურაში გვაქვს ძალიან ბევრი ქვის ხანის ძეგლები. ამ სოფელში ხასადა ჩვენ ვართ წირქვალში, ხეობის ბოლოში არის ესეთი მღვიმე, ბონდის მღვიმე, სადაც ამ სოფლიოში უძველესი ძაფია აღმოჩენილი. ღვინოებს აკეთებდნენ, კარგი ვაზი იყო, ციცქაცოლიკოური, ძელშავი, ანუ რაღაცები ქონდა რა, უპირატესობა, იმიტომ რომ კარგი ძელშავი აქ მოდიოდა, ანუ ესეთი ალბათ საქართველოში იშვიათად. აი კარგი სამჭადეს იმინდი, მაგალითად ჩვენთან მოდის და ანუ რაღაცები იყო რა. ესეთი წისქვილი აღვადგინე, რომელიც არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში იყო, ყველა დიდ ოჯახს ან რამდენიმე ოჯახს ჰქონდა თავისი წისქვილი. ეს წისქვილი მინიმუმ 200 წელს ითვლის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჭიათურის მხარდაჭერა, ჭიათურელი ადამიანების მხარდაჭერა, ჭიათურელი მეწარმეების მხარდაჭერა. ეს წარდგება როგორც ჭიათურას, როგორც აღაროელებს, თუნდაც არ იქნებიან ესეთ კაბალურ პირობებში, ესეთ
ყოველდღიურ პროტესტში იძულებული იქნებიან რომ მოусმინონ ამ ადამიანებს. დღეს არავინ არ უსმენს, არავინ არ ხედავს, თუნდაც ჩვენც მოქალაქეები, ანუ არ ვართ საკმარისად ემპათიურები, სოლიდარულები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა საქმეში. გააჩერის მაღარო რაღაც პერიოდით, ანუ დაგიგმილი იყო რა ყველაფერი, იცოდნენ რომ პროტესტი მოყვებოდა, თავისთავად უნდა მოყოლოდა და ადამიანებს კიდევ უფრო მეტი უსუსურობის, პერსპექტივების, უიმედობის განცდა შეუქმნეს, გაანეიტრალეს მეტი ადამიანი ხელი შეუწყეს იმ მიგრაციას, თუნდაც ადამიანები ამ პერიოდში ნელ-ნელა გავიდნენ რეგიონიდან, თუნდაც პროტესტში ძალიან ცოტა ადამიანი დარჩა. ჭიათური დასასუსტებლად იყო ეს რა. და მე მაგ დროს მე შემოდგომიდან ვიყავი პროტესტში არჩევნების შემდეგ და მუდმივად რაღაც განრიგივით მქონდა, იმიტომ რომ ორი დღე რო იქ ვიყავი საღამოს, ერთ დღეს მოვდიოდი, რაღაც შემთხვეველებს მიხედავდი, ჩემ საქმეს მიხედავდი, დავისვენებდი, მე მესამე დღეს უკვე იქ ვიყავი. და იმ პროტესტში ვიყავი მაშინ, როცა დაიწყო ჭიათურის ამბები. და რომ დავინახე რა ხდებოდა, ანუ ჩემი ანალიზიდან გამომდინარე, ძალიან კარგად შევხედე, რომ ლოკალურად დღესაც ამას რძევა, რომ ლოკალურად ჭიათურის პრობლემა არც ერთ შემთხვევაში არ მოგვარდება. საბაზისო საჭიროება ყველას გვაქვს უსაფრთხოების განცდა, სტაბილურობის განცდა, სამართლიანობის განცდა, რაღაც თავარ საბაზისო მოთხოვნებს არ გიკმაყოფილებს სახელმწიფო და უხეშად არღვევს, მიზანმიმართულად არღვევს და ეხლა შრომითი უფლებებს და რაღაც მე უკვე რაღაც არ მგონია ანუ სახელმწიფოს პოლიტიკა არ მგონია რომ თუ ეს თავარი პრობლემები არ მოგვარდა ან ჭიათურელი მაღაროელების შრომითი უფლებები ან ჭიათურის გარემოს ზიანის მიყენება შემცირდეს ну სახელმწიფოს დონეზე უნდა გადაწყდეს, ანუ ცენტრალურ დონეზე უნდა გადაწყდეს ეს პრობლემები, ცენტრალურ დონეზე უნდა მოგვარდეს. მაგრამ მე არ ვამბობ, რომ უნდა გავჩერდეთ ჭიათურას ყურადღება, უნდა მივაქციოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჭიათურაზეც იყოს ფოკუსი, ჭიათურა მხოლოდ რეგიონალური პრობლემა არ არის, ჭიათურიდან ივსება ქვეყნის ბიუჯეტი. ყველა ადამიანის პასუხისმგებლობაა ამ ქვეყნის მოქალაქის ჭიათურის ამ მდგომარეობაში ჩაგდება. ყოფილა მომენტები წინა წლებში მაინც რომ აი რაღაცების მიტოვება მდომებია. ყოფილა ყველას გვაქვს რთული მომენტები და განსაკუთრებით რთული მომენტები მქონია. მეორე მიზეზი არის ხოლმე რაც მე გამომიყვანს ამ სასწორკვეთილი მდგომარეობიდან ის რომ ეს პერსპექტივის განცდა, ის რომ რაღაცაში საჭირო ვარ, აი მაგალითად ერთი მომენტი იყო რომ სისხლის დონორი ვარ და სისტემატურად ვაბარებ ხოლმე სისხლს და განსაკუთრებით რთული პერიოდები რომ მქონდა ვიხსენებდი რომ აი დონაციას რომ ყოველი დონაციის შემდეგ რაღაც პერიოდი რაღაც ვიყავი ხოლმე რა თათვიჩებაზე მიმაღლდებოდა და ძალას მაძლევდა რომ რაღაც ფუნქცია მაქვს, რაღაც მისია მაქვს, ესე იგი ამ სამყაროში და ამიტომ რაღაცებში რაღაც ეს არ მაძლევდა ბოლომდე დანებების და გაჩერების საშუალებას. მაგრამ ამის დაკარგვის შიში არ მაქვს. ის მაძლევს мотивაციას, რომ აი ვიცი რა შეიძლება იყოს მომავალში. ანუ უფრო კარგზე ფიქრი, რომ მაძლიერებს და მაძლევს мотивაციას, ვიდრე ის შიში, რომ აი მე თუ ამას არ გავაკეთებ, ამას დავკარგავ, არა ეს ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენს დიდად თავარი ის ფასეულობებია, ის თავისუფლება. თავისუფლება იყოს და ყველაფრის დათმობას შევძლებდი ალბათ და ამისთვის ბრძოლა ალბათ ყოველთვის ღირს და ყველაფრად ღირს და რავი ჩემი აზრით ის მატერიალური კეთილდღეობა არაფერს არ წარმოადგენს თავისუფლების გარეშე. ერთი რაც მივხვდი ამ დროის განმავლობაში არ უნდა ვუყუროთ სხვას, ანუ სხვის გადადგმულ ნაბიჯზე, ანუ ამას სხვა იზამს, ამას სხვა გააპროტესტებს, დღეს მე არ გავალ პროტესტზე, ვთქვათ, პირობითად დავიღოთ, სხვა გავა და საბოლოო ჯამში ვიღებთ იმას, რომ მე არ გავალ, ის სხვას უყურებს და საბოლოო ჯამში ვერ ვიღებთ შედეგს რა, ამიტომ ყველა ადამიანმა უნდა მოძებნოს თავის თავში ძალა.